სამი დაღუპული და 20-მდე დაჭრილი მინესოტას შტატში ხარების კათოლიკურ ეკლესიასა და სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა. დაჭრილებიდან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის 6 ბავშვი. ადგილობრივი მედია წერს, რომ ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ კათოლიკური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. თუშეთში წოვათის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა ცდილობენ. ჩაქრობას სადეს მხოლოდ რეინჯერების ძალისხმევით არ გამოვიდა. პროცესში არ თავენ ასეთი საქმეებისთვის განკუთვნილ შვეულ ფრენებს, რომელიც ყავს 3 ცალი. ერთი მთლიანადაა გადამწვარი, წერს დათო სიმონია სოციალურ ქსელში. დიდი ბრიტანეთი და სომხეთი სტრატეგიული ურთიერთობის შეთანხმებას გააფორმებენ. ამის შესახებ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ გაკეთებული საერთო განცხადებებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები თავდაცვის სფეროში კოოპერაციას გაზრდიან. იგეგმება ეკონომიკური თანამშრომლობის გაწლიერებაც. ბექა გოცირიძის საჩივრის საფუძველზე დაკავებული თორნიკე თოშხუა თითქმის 2 კვირაა შიმშილობს. ბრალდებული მე-12 დღეა მხოლოდ წყალს იღებს. აქტივისტების განცხადებით თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე გოცირიძის მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლები არიან. თვითმხილველების თქმით, ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.